იმის გათვალისწინებით, რომ 14 ივლისს ევროკავშირმა გამოუგზავნა საქართველოს კონკრეტული რეკომენდაციები, რომელიც უნდა შეესრულებინა და მიუხედავად იმისა, რომ ევროკომისიამაც მიიღო რაღაც პასუხი ქართული ოცნებისგან, ფაქტია, რომ არანაირი რეკომენდაცია არ შესრულებულა პირიქით. არასამთავრობო ორგანიზაციებზე გაძლიერდა თავდასხმა, ასევე ხალხზე, რომელიც აპროტესტებს რუსულ მომავალს საქართველოში, გაძლიერდა თავდასხმები, პოლიტიკოსები ციხეში სხედან, არც ერთი რუსული კანონი უკან არ გაუწევიათ, შესაბამისად, რეალურად არაფერი არ შესრულებულა და იმ წერილში, რომელიც ჯერჯერობით არ საჯაროვდება, არ ვიცით რა წერია, მაგრამ შეუძლებელია ეწეროს ის, რაც ევროკავშირმა მოითხოვა ამაზე პასუხად, რომ რაღაცები შესრულდა. ეს არის შეუძლებელი. შესაბამისად, მე ვფიქრობ, რომ ოქტომბერში, როცა შეიკრიბება საგარეო მინისტრთა საბჭო, იქ განიხილება საქართველოს ერთ-ერთ პირველ ნომრად და კარგი მოლოდინები არ უნდა გქონდეს საქართველოს ვიზა ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით, იმიტომ რომ ბოლო პერიოდში შეიცვალა ეს ხელშეკრულების ფორმები, შეჩერების ფორმებიც ევროკავშირში და უფრო მარტივად არის ეს გადაწყვეტადი, ვიდრე მაგალითად სანქციების საკითხი, რომელსაც ყველა ქვეყნის ნახმობა სჭირდება. ამ შემთხვევაში ყველა ქვეყნის ნახმობა არ არის საჭირო და ვფიქრობ, რომ დაახლოებით ოქტომბერში ახალ წლამდე ეს საკითხები უფრო და უფრო წინ წამოიწევს ევროკავშირში. ევროკავშირმა გადადგა ყველანაირი ნაბიჯი საქართველოს ხელისუფლებას, ეგრეთ წოდებულ ხელისუფლებას, მისცა ყველანაირი შანსი, რომ დაბრუნებული იყო ქვეყანა ევროკავშირის განვითარების გზაზე, მაგრამ ეს არ ხდება. და შესაბამისად, უკვე ევროკავშირის შიდა პოლიტიკის საკითხიც არის, რამდენად იქნება ქვეყანა, რომელიც რუსული სენტიმენტებით არის დაკავებული და ქვეყნის არალეგიტიმური ხელისუფლება, რომელიც რუსეთის ყველანაირ დავალებას ასრულებს, იქნება თუ არა ეს ქვეყანა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მქონე სახელმწიფო. შეუძლებელია, იმიტომ რომ ევროკავშირს საკუთარი პრობლემები აქვს შეგნით უფრო მეტი დამატებითი გარე რუსული გავლენები არ სჭირდება, რა თქმა უნდა, სამწუხაროა, რომ ეს ვიზა ლიბერალიზაციის შეჩერება შეიძლება ხალხსაც შეეხოს, ადამიანებს, ჩემს მეგობრებსაც, რომლებიც ყოველდღე იბრძვიან საქართველოს ევროპული მომავლისთვის, მაგრამ სამწუხაროდ კი, ვფიქრობ, რომ ევროკავშირისთვის უკვე გადამწყვეტი მომენტი დადგა საქართველოსთან ურთიერთობაში და ვფიქრობ, რომ კარგის მოლოდინი არ უნდა გქონდეს ოქტომბერ-ნოემბერში. უკრაინასთან ერთად დგას მოლდოვა და უკრაინასთან დგას მთელი ცივილიზებული სამყარო. მოლდოვა არის ქვეყანა, რომელიც ძალიან მალე უკრაინასთან ერთად შეიძლება გახდეს ევროკავშირის წევრი ქვეყანა, თუმცა საქართველო აღარ არის ამ ტრიოში, საქართველო უკვე ცალკე არის და საქართველოზე ბრიუსელში, ევროპარლამენტში, ევროკომისიაში და ევროსტრუქტურებში უკვე საუბრობენ ქვეყანაზე, რომელიც რუსიფიცირდა, სადაც ყავს რუსული ხელისუფლება, სადაც ადამიანებს იჭერენ თავისუფალი სიტყვის გამო, სადაც პოლიტიკოსებს იჭერენ მათი პოლიტიკური საქმიანობის გამო. ამიტომ ევროკავშირის აჯენდაში საქართველო გადაიქცა ქვეყანად, რომელიც უნდა განიხილებოდეს როგორც ამ ეტაპზე სახელმწიფო, რომელსაც რეგიონში ევროკავშირი ვეღარ დაეყრდნობა.